მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელთა მიღებისა და განთავსების ცენტრის მეორე შენობის მშენებლობა დაიწყო. ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. ამ ეტაპზე მარტყოფში უკვე არსებობს თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრი, სადაც დროებითი თავშესაფრით 60-მდე ადამიანია უზრუნველყოფილი. მშენებლობა შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა დააფინანსა. Საძირკველი ჩაუყარეთ ამერიკის შეერთებული შტატების ოფისთან ერთად თავშესაფრის მაძიებელთა ახალი შენობის მშენებლობას და ზუსტად ერთ წელიწადში ერთი კორპუსი იქნება აშენებული, რომელიც 60 თავშესაფრის მაძიებელს დაიტევს. ანუ გაორმაგდება შესაძლებლობები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა საქართველოს ირგვლივ არსებულ ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების გამო მკვეთრად მოიმატა საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. Country like Georgia საქართველოს ცდილობს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს და დაეხმაროს თავშესაფართა მაძიებლებს. ამერიკის შეერთებული შტატები ხელს უწყობს ქვეყანას, რათა თავშესაფართა მაძიებლებისთვის საცხოვრებელი პირობები უმაღლესი სტანდარტით იქნეს უზრუნველყოფილი. ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, დაეხმაროს მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებს.